წუთში აღენიშნა 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში შემოვიდა წითელი არმია, აღიმართა წითელი დროშა და სწორედ ამ წითელი დროშის აღმართვა თბილისის დაცემის მთავარ სიმბოლოდ არის მიჩნეული. მაგრამ აი რომ გადავინაცვლოთ, რას ამბობდა საბჭოთა ისტორიოგრაფია, ანუ რა გვაქვს მაგალითად ჩვენ მასწავლი. პირველი ის რომ ქართველებმა, თბილისელებმა თბილისი დათმეს უბრძოლველად. და წითელი არმია ესე თავისუფლად შემოვიდა თბილისში ხო თითქოს სადღაც კოჯორ ტაბახმელასთან გაიბრძოლეს და თითქოს ეს იყო და თავისუფლად ეს იყო ერთი რასაც ასწავლიდა მაშინდელი პროპაგანდა მეორე ის რომ თბილისს იცავდნენ მხოლოდ სამხედრო სკოლის კურსანტები და ეს კურსანტები გაჟლიტეს მაშინ და გაწირა მთავრობამ ეს კურსანტები აი ამ ბრძოლისთვის და მესამე მოსაზრება იყო ის რომ თითქოს მაშინდელმა სამხედრო სარდლობამ არ იცოდა რა რესურსი ქონდა, მაგალითად რა იარაღი ქონდა, რა ცოცხალი ძალა და შესაბამისად ეს რესურსი არ იქნა გამოყენებული. ელზა, სანამ ამ ყველაფრის მსხვერპლზე გადავალთ, ერთი პატარა ინტერვენცია მინდა რომ ჩაგეკითხო, როდიდან იწყება ამ პროპაგანდისტული მანქანის ამუშავება, მალევე რაც კი ბატონო, აი ზუსტად ძალიან საინტერესო კითხვა, მოდით დავიწყოთ, აი მივყვეთ ამ ამბავს. ეხლა რა ხდებოდა მანამდე? ინტერვენცია ბოლშევიკურმა საბჭოთა რუსეთმა დაიწყო ჯერ კიდევ 1920 წლიდან 1920 წლის გაზაფხულზე წითელი არმიის ჯარები შევიდნენ ბაქოში და ძალიან მალე მოხდა აზერბაიჯანის გამოცხადება საბჭოთა რესპუბლიკად. ამის შემდეგ ნახეთ როგორი ამბავია წითელ არმიას ჰქონდა მცდელობა აიღო თბილისი შემოსულიყო საქართველოში მაგრამ მაშინ მათ შეხვდათ წინააღმდეგობა ეს ხდება 20-ში 1920 წელზეა საუბარი გაზაფხულზე და ვერ შეძლეს შემოსვლა ანუ იმ პერიოდში ანუ საფრთხე იქნა თავიდან აცილებული და ეს ოპერაცია ჩაიშალა ამ შემთხვევაში უკან დახევა მოხდა გარკვეული თვალსაზრისით, ანუ რას გულისხმობ უკან დახევაში, მაშინ რუსეთს გარკვეული პრობლემები ჰქონდა საერთაშორისო არენაზე და გაფორმდა თბილისთან საზავო ხელშეკრულება. საზავო ხელშეკრულება გაფორმდა 1920 წლის 7 მაისს. ეხლა რა უძღოდა ამას წინ და რა მოვლენები იყო საქართველოში? 1920 წელს, აი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 წლის შემდეგაც კი ევროპის წამყვანი სახელმწიფოები აყოვნებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე გამოცხადებას. და ამის მიზეზი იყო რუსეთის ფაქტორი, იმიტომ რომ ისინი ელოდებოდნენ აი რუსეთის ხელისუფლების პოზიციას დამოუკიდებელ საქართველოსთან მიმართებით და ეს იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც არ ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება. და ამიტომ მთავრობამ რა ქმედითი ნაბიჯი გადაწყდა, რომ სულიყო წარმომადგენლობა რუსეთში მოლაპარაკებებისთვის. გაშვებული იქნა გრიგოლ ურატაძე, ესეთი ძალიან საინტერესო ადამიანი, სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი, აი გვაქვს კიდევაც ფოტო და გრიგოლ ურატაძე ხა რატო იქნა ეს კანდიდატურა შერჩეული? პირადად იცნობდა სტალინს 1903 წელს ისინი ქუთაისის საპატიმროში ერთად ისხდნენ. ასევე ურატაძე პირადად იცნობდა ლენინს პარიზში შეხვდნენ ისინი ერთმანეთს 1911 წელს. სწორად იყო ეს კანდიდატურა შერჩეული. ნადეჟდა კრუპსკაიასაც იცნობდა, ანუ სანაცნობო ადამიანი ყავდათ ნაცნობი გაშვებული. და მოლაპარაკებები წარმატებით ჩატარდა, იმიტომ რომ ეს საზავო ხელშეკრულება შედგა და ქართული მხრიდან ხელმომწერი იყო სწორედ გრიგოლ ურატაძე. ეხლა ეს ისტორიული დოკუმენტი რას მოიცავდა? ჯერ გარდა ის შესავალი ნაწილისა პრეამბულას რო ეძახიან, იყო 16 მუხლი და 2 საიდუმლო დანართი. ანუ ეს დანართები საიდუმლო დანართები ალბათ რა ვიცი, მარტო ჩვენთან არის თუ ზოგადად ახლავს აი ამ ხელშეკრულებებს ვერ გეტყვით, მაგრამ მთლიანობაში ხა ამის ჩაშლა ჩვენ ძალიან შორს წაგვიყვას, მოხდა ის რომ რუსეთმა უპირობოდ, ანუ უსიტყვოდ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და საზღვრები, ანუ საზღვართან დაკავშირებით იქ იყო რაღაცა დეტალები, მაგრამ აქ არ მეუბრუნდეთ ამ თემას და რაც თავარია ის უარს ამბობდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. და ეს ხელშეკრულება არ დაგვაუწყდეს, რომ გაფორმდა 1900
20 წლის 7 მაისს. წინა წელს, ანუ 1920 წლის 7 მაისს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ტყუილი, ფარსი. იმიტომ რომ ინტერვენცია რუსული გაგრძელდა ამიერკავკასიაში და 1920 წლის დეკემბერში უკვე შევიდნენ წითელი არმიის ჯარები უკვე სომხეთში და სომხეთის გასაბჭოებაც მოხდა. აი წარმოიდგინეთ ამიერკავკასიაში ერთადერთი საქართველო იყო დარჩენილი, დამოუკიდებელი და ხვდებოდა ყველა იმას, რომ აი ერთ-ერთი სამიზნე ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო საქართველო. ამას მოყვა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც აი ამ საზავო ხელშეკრულების ნაწილი რაც იყო 1921 წლის 26 მაისს უკვე აი ეგრევე როგორც კი შემოვიდა 21 წელი ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა ეს არის ბრიტანეთი, საფრანგეთი და ასე შემდეგ აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს იმდენად საოცარი ამბავი იყო რომ აი ჩვენ კადრში ვხედავთ ახლა 1921 წლის 6 თებერვალს ჟორდანიას მთავრობამ გამოაცხადა დასვენების დღე, აღლუმი გაიმართა, ნიშნად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა იქნა აღიარებული ევროპის მიერ. ეს იყო 1921 წლის 6 თებერვალს და ახლა ჩვენ არის შემორჩენილი მართალია ცუდი ხარისხით, მაგრამ ვიდეო, საიდანაც ჩანს აი ამ ეს აღლუმი 6 თებერვლის აღლუმი და ირონია თუ რა ვიცი რა დავარქვათ ამას ზუსტად აი ამ აღლუმიდან და აი ამ შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ 5 დღეში 11 თებერვალს წითელმა არმიამ უკვე გადალახა საქართველოს საზღვრები და შემოიჭრა საქართველოს საზღვრებში 16 თებერვალს შეიქმნა ესე ოპერატიულად შულავერში რევოლუციური კომიტეტი, ეგრეთ წოდებული რევკომი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფილიპე მახარაძე, რევკომმა გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში, ეს იყო შულავერის მთავრობას ეძახიან. და დახმარებას თხოვა რუსეთს. და აი თითქოს აი გვერდით კარებიდან რო ვიღაცა შემოდის, იმავე დღეს, აი ზაქათალას მხრიდან შემოვიდა რუსული ჯარი, იმავე დღეს მოხდა ხრამის, მდინარე ხრამის ხეობასთან ბრძოლა ქართულ ჯარსა და რუსულ არმიას შორის და ქართულმა ჯარმა აი დაიხია უკან. ამ შემთხვევაში ანუ საქართველოს მთავრობაში რა ხდებოდა 1921 წლის 16 თებერვალს საქართველოს მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, ანუ გადააყენა გენერალი ოდიშელიძე და გენერალ კვინიტაძეს დაავალა შეემუშავებინა სტრატეგია თბილისის თავდაცვისთვის. ეხლა რამდენიმე ფრონტი გაიხსნა. კი ბატონო, გენერალი კვინიტაძე აფასებდა თავის, ანუ რო ამბობენ, რომ წარმოდგენა არ ქონდა თუ აი რა რესურსი ქონდათ, ნამდვილად ქონდა წარმოდგენა რა რესურსი იყო, რა იარაღი ქონდათ. ამიტომ კვინიტაძემ 3 ფრონტი გახსნა. სამნაწილად გაყო ეს არმია დაახლოებით 10,000 ქვეითი და კიდე რაღაცა აღჭურვილობა, ანუ მარცხენა მხარე ეს იყო ორხევში დააყენა ეროვნული გვარდია, მარჯვენა მხარეს ეს იყო მთავარი ძალები, სადაც იყო დაყენებული სოღანლუღის ფრონტზე, იქ დააყენა მთავარი გვარდია გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით და მესამე ეს იყო კოჯორი ტაბახმელა, სადაც იდგნენ აი ეს იუნკერები, სამხედრო სკოლის სტუდენტები, 160 იუნკერი და დაახლოებით 350 კადეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი ოდიშელიძე, ესენი იყვნენ დაყენებული. აი ეს 3 ფრონტზე 3 ხაზი გაიხსნა. და ასეთ შემთხვევაში უკვე 18 თებერვალს პირველი შეტევა განხორციელდა აი სოღანლუღის ფრონტზე, სადაც იდგა მთავარი არმია უკვე გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით და ეს იყო მომზადებული ჯარი და უშედეგო ის იყო, რა ქვია, არანაირი შედეგი არ მოყოლია წითელი არმიის მხრიდან, იმიტომ რომ პირიქით უკუიქცა და ესეთი ჩანაწერიც არსებობს და ტყვეც აიყვანეს, ესეთი 1000 წითელარმიელიო ხამ რიცხვებში ნამდვილად ვერ შევალ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი შეტევა წითელი არმიის იყო წარუმატებელი. აი მეორე დღეს 19 თებერვალს წითელმა არმიამ საკმაოდ ისეთი მძლავრად შეუტია ტაბახმელას, სადაც იდგნენ ეს იუნკერები და კადეტები
და როდესაც აი წააწყდნენ წინააღმდეგობას ტაბახმელაში აი მოხსნეს უცებ ეს ფრონტის ხაზი და დაიკავეს კოჯორი. რატო იყო ელზა კოჯრის დაკავება თქვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი? კოჯრის დაკავება ძალიან სახიფათო იყო, იმიტომ რომ კოჯრიდან პირდაპირ თბილისის დაბომბვა იყო შესაძლებელი, ამიტომ კვინიტაძემ გასცა ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ კოჯორი უნდა გათავისუფლებულიყო. ამიტომ 20 თებერვალს უკვე დილით აი ეს იუნკერების ერთმა რაზმმა განახორციელა შეტევა კოჯორზე და დამხმარე ძალის მოსვლამდე, ანუ რო ამბობენ რომ აი ჩახოცა ჟორდანიამ იუნკერები და მთელი რიგი ამბავი, დამხმარე ძალა იქნა გაგზავნილი და დამხმარე ძალის რა თქმა უნდა მოსვლამდე იუნკერებმა შეინარჩუნეს გარკვეული პოზიციები. ანუ ბრძოლა დამთავრდა იმით, რომ კოჯორი იქნა გათავისუფლებული. სწორედ ამ ადგილას დავკარგეთ ჩვენ მარო და ამ ადგილას, ანუ 19-ში თებერვალს ეს იყო პირველი მსხვერპლი, კი მარო მაყაშვილი და აი თქვენ წარმოიდგინეთ, გაშვებული იყო სანიტართა ბრიგადა, წითელი ჯვარი მუშაობდა მაშინაც და წითელ ჯვარს, ანუ ამ ბრიგადას ახდა მარო მაყაშვილი. და როდესაც მან თავის მშობლებს გამოუგზავნა ეს ცნობილი ფრაზა, რომ გავიმარჯვეთ სახელოვნადო, როცა მშობლებს მიუვიდათ ეს წერილი, სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილი იყო. ნუ იუნკერების თემას ჩვენ შემდეგ მიუბრუნდეთ, ეხლა მივყვეთ აი ამ მოვლენებს. ეს იყო 20 თებერვალი, ანუ 20 თებერვალს უკვე გათავისუფლდა კოჯორი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი თავისთავად ცხადია. მეორე დღესაც ეს იყო უკვე 21 თებერვალი, წითელმა არმიამ სცადა შემოსვლა უკვე ლილოს მხრიდან. ამ შემთხვევაში იქაც იყო უკვე ეროვნული გვარდია და მაშინაც აი ეს შემოსვლაც, ანუ ეს შეტევაც იქნა მოგერიებული, იმიტომ რომ ეროვნულმა გვარდიამ 10 კილომეტრით გადაწია ის კერას დიეს ამ წითელ არმიელებს. ანუ სამივე შემთხვევაში შემოტევა იყო მოგერიებული. მაგრამ შემდეგ უკვე 3 დღის შემდეგ, ეს იყო 24 თებერვალი გამთენიისას, ეს იყო ძალიან მძლავრი, მომზადებული შეტევა უკვე სამივე მხრიდან, ანუ მთლიანად, რასაც რა თქმა უნდა, ის რესურსი ვეღარ გაუძლებდა, რაც მაშინ იყო ქართული სარდლების ქვეშ და მაშინ აი 24 თებერვალს კვინიტაძემ საქართველოს მთავრობას მოახსენა, რომ ვინაიდან არსებობდა ალყის საფრთხე, მთავრობას უკვე უნდა დაეტოვებინა დედაქალაქი და გენერალი ფიქრობდა, რომ დედაქალაქის დატოვება არ ნიშნავდა ომის წაგებას. და ასეთ შემთხვევაში მათ ჰქონდათ იმედი, რომ აი სიტუაციის შემოbrunება იქნებოდა შესაძლებელი და სამწუხაროდ მოხდა ის, რომ საღამოს გვიან მთავრობამ დატოვა თბილისი და 25 თებერვალს დილით წითელი არმია შემოვიდა უკვე თბილისში და აღიმართა თბილისზე წითელი დროშა. აი ზუსტად იმ დღეს, დღევანდელ დღეს. ბრძოლა რა თქმა უნდა გაგრძელდა დაახლოებით თვენახევარი, ანუ ესე ერთ დღეში არაფერი არ დამთავრებულა. თვენახევარი მიმდინარეობდა ბრძოლა და ეს ბრძოლა როგორ დამთავრდა, ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეხლა რომ დაუბრუნდეთ აი იგივე იუნკერების თემას, აი რითაც აი აპელირებდა მაშინდელი მთავრობა და აი არსებობს ეს გერონტიქიქოძის ჩანაწერები, სადაც ასეთ რამეს წერს, რომ როდესაც აი რევკომი ხვდებოდა ხალხს, აი დარჩენილებს იმისათვის, რომ მოეხდინათ დისკრედიტაცია იმ მთავრობის, აი პირდაპირ წერია, რომ ერთ-ერთი გამოსვლის დროს მამია ორახელაშვილი, რომელიც იყო აი რევკომის წევრი, ამბობდა, რომ როდესაც ნახეო ეს უწვერულვაშო დახოცილი იუნკერები, რომლებიც სანგრებში ეყარნენო, ისა მაჟრიალებდაო და ეს არის ჟორდანიას მთავრობის ბრალი და აი ჟორდანიამ დაახოცინა, აი ამას ამბობ. ტერმინებიც კი რაღაცა ძალიან გვაგონებს დღევანდელობას, ხო? კი, რა თქმა უნდა. და ანუ ჟორდანიასკენ იყო ბრალეულობა გადაწეული. კი, რა დიახ. და სინამდვილეში, ანუ აი ესეთი მასობრივი ხოცვა ნამდვილად არ მომხდარა იუნკერების. სინამდვილეში 9 იუნკერი გარდაიცვალა, მოკლეს, აი კოჯორი ტაბახმელას დროს 43 იქნა დაჭრილი, 2 ოფიცერი იქნა კიდე მოკლული და მათი ისინი დაკრძალეს მაშინდელი დღევანდელი პარლამენტის ტერიტორიაზე. კი ვიცით, რომ იდგა სამხედრო ტაძარი. მათ შორის მარო მაყაშვილი. სამხედრო ტაძრის ეზოში. მათ შორის, ანუ მოპირდაპირე მხარეს, უფრო აი ახალგაზრდობის სასახლისკენ იქნა დაკრძალული მარო მაყაშვილი. დავკარგეთ შემდეგ ეს კი, სამწუხაროდ, როდესაც 30-იანი წლებიდან მოხდა აი ამ სობოროს აღება, ნუ ეს სამხედრო ტაძარი მეფის რუსეთმა ააშენა და საბჭოთა რუსეთმა ააფეთქა და დაანგრია. არავინ არ აღმოჩნდა ქვეყანაში,
ვინც აი ამ საფლავებს გადაასვენებდა. მაგალითად, აი მარო მაყაშვილის მამა, კოტე მაყაშვილი არის მწერალთა კავშირის შემქმნელი და პირველი თავმჯდომარე მწერალთა კავშირის. სამწუხაროდ 1927 წელს გარდაიცვალა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში. რაღაც მგონია, რომ ის ადამიანი რო ყოფილიყო ცოცხალი, თავის შვილს მაინც გადაასვენებდა და დღეს ნუ ეს საფლავები დაკარგულია. კი. ხოლო აი როგორ გაგრძელდა ვითარება ქვეყანაში? ამუშავდა ლენინის სტრატეგია, ანუ ლენინის სტრატეგია იყო ესეთი, რომ ქვეყანაში აი დაპყრობა იყო მაქსიმალურად შეფუთული და ყველას ეგონა, რომ უბრალოდ შეიცვალა მთავრობა, მეტი არაფერი და ამის ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ 1921 წლის 26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე დიდი აღლუმით აღინიშნა. ანუ თუმცა ეს იყო ბოლო აღნიშნა. კი, საბჭოთა რუსეთმა აღნიშნა ზარზეიმით და იქ იქნა დადებული პირობა, რომ მთავრობა, ეს არის აღლუმის ვიდეო და დადებული იქნა პირობა, რომ მთავრობა გაუფრთხილდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას და რაც რა თქმა უნდა იყო სიცრუე, იმიტომ რომ ძალიან მალევე აიკრძალა საერთოდ ყველაფერი, რაც უკავშირდებოდა დამოუკიდებელ მთავრობას და მენშევიკების მთავრობას ეძახდნენ გამოცხადდა დამნაშავედ. ეხლა რას ედავებოდნენ? მაგალითად, ედავებოდნენ რუსეთთან ომის დაწყებას. მაგალითად, ხო, დასავლეთისთვის ტერიტორიების მიყიდვას, ეროვნული განძის გატანას და ქვეყნის ძარცვას. აი აქ იყო ნახსენები ერთ-ერთი საგაზეთო სტატია, სადაც ეწერა, რომ აი მთავრობამ გაძარცვა საქართველო. არა და რეალურად ის გატანილი განძი, რაც დაგვიბრუნდა, ის გვაქვს რეალურად. იმ დროიდანვე ზუსტად იდენტურ ტყუილზე აგებული. და იმ დროიდან გვიხდება, რომ ამტკიცოთ რაღაცა უპირობო ჭეშმარიტებები, ხო? ამასაც აქვს თავისი მიზეზი. აი ბოლოს რო შევაჯამებთ, აი დავასახელოთ ამისთვის, აი მაგალითად, მენშევიკებმა გაძარცვეს საქართველო. რა განძიც დარჩა ქვეყანაში, ის განძი აბსოლუტურად დაიკარგა და რაც იქნა გატანილი, ის დადაგვიბრუნდა. საბედნიერო და ის არის, რაც ეხლა ჩვენ გვაქვს ეს განძი. გარდა ამისა, ხო, ყველა თავრობის თუ ნებისმიერ წარმომადგენელი, ვინც მათ მხარეს არ იყო და ვინც განსხვავებულას იყო და ყველას ეძახდნენ მენშევიკს. როგორც ეს ყველა ნაცია, ვინც ის არის, ზუსტად იგივე ის არის, რა. ყველა იყო, ყველას ეძახდნენ მენშევიკს და ერთ-ერთი მთავარი ამბავი, კიდე რაც მოხდა ამ პერიოდში, რაც სევდიანია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მოსმენა, იყო ის, რომ როდესაც აი მუშაობდა სხვათა შორის ეს პროპაგანდა და საიდან გამოჩნდა, ყველა აჯანყება დამარცხდა. ზოგი იქნა გაცემული. საზოგადოებაში ერთიანი აზრი არ არსებობდა. გულწრფელები რო იყოთ ეხლა ჭირს პროპაგანდასთან ბრძოლა და მაშინდელ ვითარებაში ძალიან რთული იქნებოდა. ნამდვილად ასეა და როდესაც აი განსაკუთრებით 1924 წლის შემდგომ ამუშავდა აი აგენტურული ქსელი, ანუ რას აკეთებდნენ საბჭოთა ემისრები. ჩადიოდნენ მაგალითად ევროპაში, სადაც იყვნენ ემიგრაციაში მყოფი მთავრობა, სხვა პარტიის წარმომადგენლები და ცდილობდნენ მათ შორის ჩამოეგდოთ შუღლი, გაეჩაღებინათ კონფლიქტი, ესენი დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს და აკეთებდნენ რას? აი განდგომილების, თქვათ, ვინც ადრე მხარს უჭერდა დამოუკიდებელ მთავრობას, განდგომილები თუ კი იყო ვინმე, მათ მიერ დაბეჭდილი წიგნები იბეჭდებოდა აქტიურად. მაგალითად, ერთი ასეთი წიგნი იყო ზურაბ ავალიშვილის წიგნი, რომელიც ეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას 1918-21 წლებში, ეს იყო შიდა პოლიტიკა იყო მიმოხილული. ამ წიგნის გამოცემა, სადაც ძალიან მკაცრად იყო გაკრიტიკებული იმ მთავრობის საშინაო პოლიტიკა. შემდეგ აი მაგალითად დაცენზორებული გიორგი მაზნიაშვილის სტატია, რომელსაც ძალიან ისეთი შეშფოთება მოყვა და სხვა უამრავი რამ ყველაფერს იყენებდნენ. და სხვათა შორის მე ეხლა როგორც საუბრობდი, გამახსენდა ჩეკა პირველი საფუძვლები, როდის ჩაეყარა ჩეკას, ანუ კგბ-ს. სხვა შორის 1917 წელი იყო ეგ და რამდენიმე წლით ადრე მზადდებოდა ესე იგი მთელი ეს სქემა და სისტემა, რომელიც გულისხმობდა მთლიან, ხო? აბსოლუტურად მართალია. ხო, ამის მსხვერპლი გავხდით რეალურად. და პროპაგანდაში აქტიურად ჩაბმული იყო მწერლობა, საერთოდ პროლეტარი მწერლები ეს ცალკე თემაა და ჩვენ ერთი გადაცემა. და ალბათ კინემატოგრაფისტებიც. კინემატოგრაფია იყოს ავანგარდში და ეს იყო ძალიან მოწინავე პოზიციაზე იყო. მაგალითად 1928 წელს იქნა გადაღებული ფილმი კალატოზიშვილმა გადაიღო ეს ფილმი, სადაც ეს მთავრობა დამოუკიდებელი ომის
მთავრობად ყავდათ გამოყვანილი. შემდეგ სხვა ფილმებიდან გამოვარჩევდი სტალინის ფავორიტი კინორეჟისორის მიხეილ ჭიაურელის ფილმს, სადაც ეს იყო გავიხსენებ სათავოს უკანასკნელი მასკარადი, ესე ერქვა ამ ფილმს, სადაც ეს მთავრობა იყო გამოყვანილი როგორც უნიათო, ლაქია და ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად ესფეროდ სამწუხაროდ იყო ჩაბმული აი ამ მთავრობის დისკრედიტაციაში. თავისუფლება ვისაც უნდა, ანუ მის პარტიად ასე იყო სამწუხაროდ მოიხსენიებენ. და აი როგორც თქვენ თქვით, ანუ რატომ ვტრიალებთ ერთ წრეზე, ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტად საბჭოთა წარსულის გააზრება და უფრო მეტი ანალიტიკური ლიტერატურა, მეტი კვლევები. აგრესორის დღის წესრიგი ჯერჯერობით არ შეცვლილა. ამ თემაზე მუშაობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, რომელსაც არაერთი გვეყოლება ჩვენს სტუმრად რამდენიმე წუთში. ძალიან სასიამოვნოა, აი